ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით შანტაჟის გარდა ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს ვრცელ განცხადებაში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე ზეწოლა კვლავ გრძელდება. ხელისუფლების შეფასებით ბრიუსელიდან გაძლიერებული ზეწოლა ეგრეთ წოდებული დიპ სტეიტისა და ევროპული დემოკრატიის კოორდინირებული მოქმედებების შედეგია. როდესაც ქართულ ოცნებას არაფერი აქვს სალაპარაკო გაზეთულ ფასებზე, იმიგრაციაზე, ნარკოტიკების პრობლემებზე, იმ მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საგარეო გამოწვევებზე, ის ყოველთვის გადაეშვება ხოლმე შეთქმულების თეორიებში და ღრმა კონსპიროლოგიაში. ამიტომ გუშინდელი განცხადებაც იყო კვლავ კონსპირაციის და შეთქმულების თეორიების გაგრძელება, თითქოს ვიღაცას სულს აღთქმის ომში ჩართვა და სინამდვილეში ადანაშაულებელ იმ ქვეყნებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იცავენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ცვლილებას, სუვერენიტეტს და ამტკიცებენ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მთლიანობაში კი ასეთი განცხადებები არის ცრუ ნარატივი და არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზისთვის. კორუფციასთან ბრძოლა რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, თავისუფალი დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს არსებობა ამ ქვეყანაში რაიმენაირად უკავშირდება ომისა და მშვიდობის თემას? რა თქმა უნდა, ომით ჩვენი მოსახლეობის დაშინება, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების აი ამ არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმის პროპაგანდისტული ხაზი. პოლიტიკური საბჭოს განცხადება, რომელიც გაგვაცნო პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს თითოეულ მოქალაქეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს თუ რა ძალებთან გვაქვს საქმე, რომ საფრთხე, რასაც შეეხება ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ჯერ კიდევ არ არის არსად წასული, პირიქით ეს რისკი არის უფრო გაღრმავებული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი განვითარება გახდეს შეუქცევადი, არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ჩაითრიოს ომში მაშინ, განსაკუთრებით, როდესაც საქართველომ არაერთხელ იბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. უკრაინის ომთან მიმართებით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი კვლავ დღის წესრიგში დგას და არათუ დგას დღის წესრიგში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტად მწვავედ არის აღნიშნული საჭიროება გლობალური ომის პარტიის მხრიდან დანახული, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე მთელი ცენტრი სიმძიმისა არის გადასული სწორედაც ევროპაზე. ევროპელი ბიუროკრატები, ბრიუსელი, სხვა ევროპული დედაქალაქები, რომლებშიც შეიძლება ფიქრობდნენ იმაზე, რომ შანტაჟით, სხვადასხვა არაჯანსაღი მეთოდების გამოყენებით მოახერხებენ როგორღაც თუნდაც ჩვენი ხელისუფლების გატეხვას ან ქართულ საზოგადოებაში ჩვენს ერში აბსოლუტურად მცდარი არასწორი აღქმების ტირაჟირებას, რა თქმა უნდა, ეს მცდელობა არის მარცხისთვის განწირული. ჩვენ უკვე არაერთხელ დავადასტურეთ როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სწორედაც თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ ამ მზაკრული მეთოდების მიმართ გვაქვს ძალიან მყარი იმუნური სისტემა.